ორკესტრის მუსიკის ექსპერტ ქალბატონ რუსუდან თაყაიშვილს. კომპოზიტორ ქალბატონ მარინა იმედაკი. კომპოზიტორ ქალბატონ ნინო ომიაძეს. კომპოზიტორ და სახელმძღვანელოს ავტორ მარია ოთიაშვილი. კომპოზიტორ თეა ჯინორიოს. ვიწყებთ ქალაქ თბილისის 126 საჯარო სკოლის ესთეტიკის კათედრის მიერ ორგანიზებულ კონცერტს. პირველ განყოფილებაში შესრულდება ინსტრუმენტული მუსიკა, ხოლო მეორე განყოფილებაში კი წარმატებული იქნება უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთა გუნდი, პატარა ვირტუოზები, რომლის ხელმძღვანელია ქალბატონი ლალი გორი. გუნდი შეასრულებს მოწვეულ კომპოზიტორების სიმღერებს. ასრულებს მონა კბილობა და მეოთხე კლასის მოსწავლეები ხალხური სიმღერა დაუკარით.
ასრულებს ანანა ნადირაშვილი. ეცელი, მელოდია. ალექსანდრე ფიფია ესპანური ვალსი.
აზარაშვილი, ნოქტიური, ასრულებს სანდრო გარცმელი.
მზე კომპოზიტორი თეა ჩინორია, ბავშვთა ვოკალური გუნდი პატარა ვირტუოზები. კომპოზიტორი მანანა იმედაძე, ბავშვთა ვოკალური გუნდი პატარა ვირტუოზები.
ბავშვთა ვოკალური გუნდი პატარა ვირტუოზები. საქართველოს ჩვენია. კომპოზიტორი ნინო ომიაძე. ბავშვთა ვოკალური გუნდი პატარა ვირტუოზები. Yeah.
შვიდობის ჰიმნი, კომპოზიტორი ნუტრი კარკაძე, ბავშვთა ვოკალური გუნდი პატარა ვირტუოზები.
საბავშვო ვოკალური გუნდი პატარა ვირტუოზები. უდიდესი წვლილი თქვენი არის პატრიცემულოს თუმრებო, რომ აქ გაჟღერდა თქვენი სიმღერები, რომ თქვენ ყოველთვის ზრუნავთ ახალგაზრდა თაობისთვის, მომავალი თაობისთვის და ამისთვის დიდი მადლობა, იმიტომ რომ თქვენ არ კარგავთ ქართულ სიტყვას, არ კარგავთ ქართულ ხმას და თქვენ ქმნით იმას, რაც ესოდენ ჭირდებათ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ბავშვებს. შაშა, როდესაც კონცერტს მოვუსმინე, ვფიქრობდი, რომ ეს ამდენი როგორ ახერხებს, რომ ყველაფერი საკმაოდ პროფესიულ დონეზე გადმოსცეს. მაგრამ წელს რომ მოვუსმინე, არ ვიცი, გაოცებული ვარ და დიდი მადლობა პირველ რიგში დალის, იმიტომ რომ უსასრულო შრომაა ჩადებული ამაში. გაიხარეთ თქვენი მსახურება. არა მარტო დედამიწას, არამედ მთელ სამყაროს იმსახურებთ თქვენ და იმსახურებთ დიდ ბედნიერებას და სიყვარულს. მიყვარხართ ძალიან და ყველას ვუყურებთ. ალბათონა დალი, უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის, ამ ხელა შრომისთვის, ამდენი ბავშვი დააყენოდა ელემენტარულად ხელი არ ააქმნიოდა, ისე იმღერონ, ეს ზუსტად ვიცით მუსიკოსებმა რაც არის. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ დღეს ჩემი სიმღერა იმღერეთ გაზაფხულის მზე. ძალიან მიხარია, რომ ეს სიყვარულით ასე გამართულად ჟღერდა ჩემი სიმღერა. მივესალმები თითოეულ ადამიანს იმ სურვილით, რომ ამ ბავშვებს ჩვენც ბედნიერ საქართველოში გვეცხოვროს. ყოფილიყავით ბედნიერები. მადლობა ხალხოთიას, ჩვენ გუნდს დაუწერა ეს სიმღერა და პირველად შესრულდა ეს სიმღერა. ხალხოთია მაია ოთიაშვილი სახელმძღვანელოს ავტორი და კომპოზიტორი.
მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა დღეს აქ ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ. მე მინდა პირველ რიგში ბავშვებს მომეფერო. ესეთი ლამაზები, ესეთი ნიჭიერები. აქტუალებული ვარ ბავშვებო და დიდი მადლობა ესეთი კარგები რო ხართ და თქვენ ძალიან ბედნიერები ხართ რომ ესეთი მასწავლებელი ხართ. აი აქ მე დავინახე ქართული სული. რა ვიცი, მთელი სკოლა სწავლო გაიარეს აქ მთელი სიმღერის, ცეკვის, ყველაფრის და გავაწლებით და თქვენ ძალიან კარგად გაიხსენებთ ამ წლებს. მოგენატრებათ დალიბასწავლებლის ეს პატარა ვირტუოზები, თქვენი გუნდი. დიდი მადლობა, თქვენ დღეს შეასრულეთ ჩემი სიმღერა. სიმნი ქართული ამბანი სიმღერით. ხო და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა გაგიშენ. ქაბოთი მანანა იმედაძე, გეფერები მამულოს ავტორი. ჩემო ძვირფასი აი ვიჯექი ახლა მთელი საღამოს განმავლობაში და გრიგოლ რობაქიძის სიტყვები მქონდა სულ თავში. ვიდრე ჩვენი გოგო ბიჭები ქართულად ღერიან და ცეკვავენ, ჩვენს ქვეყანას გადაშენება არ უწევენ. ძვირფასო კომპოზიტორი, ბავშვები, თითოეულ თქვენგანს მინდა მოგეფეროთ მთელი გულით. მე გპირდებით, რომ არაერთ ჩემს სიმღერას შეასრულებ თუ თქვენი სურვილი იქნება. მე დღეს მოსული ვარ ორი პატარა ესეთი ინტელექტუალური საჩუქრით. მინდა ჩემი მადლიერება გამოგიხატოთ. მოგიტანეთ ორი სიმღერა. ერთი მასწავლებელზე, რომელიც სპეციალურად საბავშვო გუნდისთვის დავწერე და მეორე სიმღერა დედაზე. მე მგონი ისეთი თემატიკა, რომელიც მუდმივი ფენომენია. ქალბატონო დალი, შემოვიდა. მადლობა ამ სკოლის დირექცია. შესანიშნავი პიანისტიზმის ქალბატონი არაჩვეულებრივი, რომელსაც ვიცნობ ქუთაისიდან, ჯერ მარტო ასეთი მსმენელი როა ღონისძიებაზე, ეს რამხელა დიდი ბედნიერებაა. ჩემო ძვირფასებო, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს დალი დორიძეს, ამ უშრეთი ენერგიის ქალბატონს, ქალი რომელიც არ ისვენებს, უანგაროდ, საოცარ რაღაცებს აკეთებს. თქვენ მინდა დამერწმუნოთ, რომ ხართ უბედნიერესი ხალხი, რომ თქვენ შვილებს აი ასეთი პედაგოგი ყავს. კიდევ ერთი საჩუქრია, თქვენ აკურებთ ვიდეო გადაღება ხდება, ეს არის ქართული ტელევიზია, რომლის სათავეებთან იდგა სამი ბუმბერაზი ადამიანი, რეზო ჩხეიძე, მერა ბერძენიშვილი და რაკი დღევანდელი საღამო ხელოვნებასთან არის დაკავშირებული და კონკრეტულად მუსიკალურ ხელოვნებასთან ამ სამეულში გახლავთ ჩვენი საოცარი არაჩვეულებრივი ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც ამ ტელევიზიას ედგა სათავეში. რაკი ჩვენი ტელევიზია დღეს აქ არის მოსული და იღებს ამ ღონისძიებას. მე როგორც ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი ვიღებ ჩემ თავზე ამ ყველაფერს და ეს ღონისძიება მთელი სისრულით თავისთავადსადია იქ პატარა კურიოზები ამოიჭრება და გავა ქართული ტელევიზიის ეთერში. ეს საჩუქარი ჩვენ ქართული ტელევიზიის იქნება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყოველთვის გეფერები, მივაყარ ბავშვები, დიდი მადლობა. უამრავი მადლობა მინდა გადავუხადო ბავშვებს. ჯერო მატივეს იმდენი ამაზი სიმღერა შეასრულეთ და გულით შეასრულეთ. დაგლოცავ ბავშვები, საქართველო მართლა თქვენია. გაიხარეთ, გაიზარდეთ, გამრავლდით. უღრმესი მადლობა მშობლებს და უდიდესი მადლობა ქალბატონო დავით, თქვენ აი უდიდეს საქმეს აკეთებთ და არ ვიცი, ქეცვი თქვენს წინაშე. ქაიშვილი, მასწავლებლის სახიობი, თავი მუსიკის ექსპერტი. მოგესალმებით. ეს კონცერტია ჩამოყალიბდა და მესამე წელია ზედიზე დღესწრები და რეპერტუარის და მოლფეროვანის ნაწარმოებების
მის მიხედვით შეიძლება ითქვას განხილაშრომაა ჩადებული ორი განყოფილება იყო დამემოწმებით ალბათ. პირველში თუ შესრულდა კლასიკოს კომპოზიტორთა საბავშვო რეპერტუარი, რამაც მე თავისებური ხიბლი შესძინა და ყველა დამერწმუნება, რომ მოყვარულია თუ არა კლასიკის ეს განსაკუთრებული ნაწილი იყო ამ რეპერტუარისა და აუცილებლად გამოვყოფ პირველ სიმღერას, ხალხურ სიმღერას, რომელიც სკოლის ანსამბლმა შეასრულა და მე უკვე მეორე განყოფილება, სადაც ჩვენ თანამედროვე ავტორების სიმღერები იქნა შესრულებული. თვითონ მათგანს ვუყურებდი, როგორ განიცდიდა, როგორ ბედნიერი იყო და როგორ განიცდიდა ამავე დროს მისი სიმღერის წარმოჩენას და დიდი მადლობა, რომ ასე შესანიშნავად მოახერხეთ. ადმინისტრაციის როლი ხელშეწყობა აქვს აშკარად მუსიკის შესწავლას არ ხდება და დიდი მადლობა მათ ამისთვის. მუსიკა რაიმე მუშაობები ამბავშეთ და ყველა ვიცის ალბათ ვისაც აქ შვილი ყავს ყვანილი და ამბავშეთ ეს შემოქმედებითი თანამშრომლობა სხვა ჰორიზონტებს უხსნის ერთმანეთთან ურთიერთობისას და მე მთელი სიცოცხლის მანძილზე კიდევ ერთი დეტალი, რომელიც უნდა გამოყო, ეს უფროსი თაობის შემსრულებლები, განსაკუთრებით გამოყოფ, რომ ვაჟები იყვნენ ჩართულები და დიდი მადლობა ამის ორგანიზებისთვისაც დაიწყო. მადლობა მინდა გადავუხატო ჩემს ატარებს გუნდის წევრებს, რომლებმაც გამოიჩინეს მთელი წლის განმავლობაში ერთგულება, თავდადება, დიდი შრომა, დიდი მონდომება. იყო ძალიან დიდი, აი ნაბიჯ მოვედით აქამდე დაუზარელად. ბოლოს უკვე კვირაში 4-ჯერ ვიბარებდი და არანაირი პრობლემა არ ქონდათ. დერეფანში შემხვდებოდნენ თუ არა დამასწორებელო დღეს ხო გვაქვს აი სიყვარულით მოდიან კი იყო დიდი შრომა ხან უბრაზდებოდი ხან ვეპერებოდი მაგრამ ალბათ ბავშვები გრძნობენ აი რომ ეს მოდის გულიდან და ასე რომ ძალიან მიყვარხარ წარმატებას გისურვებ დიდ სცენაზე გამოსვლას რა თქმა უნდა მადლობა მშობლებს თანადგომისთვის ძალიან დიდი მადლობა განსაკუთრებული იმიტომ რომ არა თქვენი გვერდში დგომა ჩვენი კონცერტი სავარაუდოდ ესეთ სახეს ნამდვილად ვერ მიიღებდა მადლობა მინდა გადავუხატო სკოლის დირექციას იმ ხელშეწყობისთვის რომ აი ესეთ სარეპეტიციო გარემო შეგვიქმნა და არანაირი პრობლემა არ გვექმნება ნებისმიერ დროს როცა ვითხოვ რომ კი არ გვაქვს დღეს რეპეტიცია მაგრამ მინდა რომ დამატებით შევიდეთ აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის მადლობა მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხატო ჩემს კოლეგებს ქალბატონ ანა არველაძეს და ირმა ჯაჯანიძეს არც ერთი რეპეტიცია არ ჩატარებულა მათი თანადგომის გარეშე ყოველთვის შემოდიოდნენ ვინაიდან მოგეხსენებათ 55 ბავშვის მარცვა და ესე პატარების ცოტა რთულია და ანუ აი ერთად მუშაობდით გვერდში ძალიან დიდი მადლობა